ვიდრე BMG-ის საზაფხულო შესვენებაზე იყო გასული. Galten Tagardმა უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სულ 4018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-იან ზრდას ნიშნავს. აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის ივნისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა $1427 მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასებთან შედარებით 2.7%-ით მეტია. ამასთან მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი 2025 წლის ივნისში კვადრატულზე 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და $1307 გადააჭარბა. მიღმა ბათუმისა და სტატისტიკისა, რა ხდებოდა რეალურ დროში უძრავი ქონების ბაზარზე, ამ თემაზე სტუდიაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გაყიდვების კომპანია პროსპექტის დამფუძნებელი გუგა კობახიძე გვერდდება გადაცემაში. მოგესალმებით გუგა, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იწყებთ სეზონს და ვიდრე ხვალ უძრავი ქონების პროსპექტში მოუყვებით ჩვენს მაყურებელს, რა ხდებოდა იმ პერიოდში, სანამ ჩვენ ვისვენებდით. მინდა რომ საქმე დილის ეთერშიც შევაჯამოთ, როგორი იყო ზაფხული გაყიდვების კუთხით, რამდენად აქტიური იყო აგვისტო და ზოგადი ტენდენციები რა არის ბაზარზე. დავიწყოთ გაყიდვებით. ზოგადად ზაფხული არ არის ხოლმე პასიური სეზონი, რაღაც ესეთი წარმოდგენა არსებობს, რომ თითქოს ზაფხულში გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა მცირდებოდეს რა, მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ჩნდება უფრო მეტი დრო ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შვებულებებში მიდის ხალხი, მაინც უფრო მეტი დრო რჩება და ჩნდება. ზაფხული ასევე არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, როდესაც შეგიძლია ბინის რემონტი დაიწყო, ასე ვთქვათ, და დასრულებული ბინა შეიძინო, ამიტომ ტრანზაქციები მნიშვნელოვნად არასოდეს არ მცირდება. თუ გადავხედავთ სტატისტიკებს, რომელზეც საუბრობდი, აგვისტოს ახასიათებს ხოლმე ძალიან მცირედით განსხვავება. დანარჩენი თვეები პრაქტიკულად მეტნაკლებად თანაბარია. წლევანდელი აგვისტოს არ იყო ესე გამორჩეული და რაიმე დიდი ვარდნა არ ყოფილა. მით უმეტეს ერთი რაც შეიძლება ითქვას, ბაზარზე კიდევ უფრო გახშირდა გამარტივებული გადახდის მექანიზმები, რაც შესაბამისად აჩენს ესეთ განწყობას მომხმარებელში, რომ მაგალითად შეიძინე ბინა თვეში $500, $500-დან. და ეს არის ესეთი ამბავი, რომ ადამიანი, რომელიც არც კი ფიქრობდა ბინის შეძენაზე, ეხლა თავში უტრიალებს, რომ ხო არ ვიყიდო ბარემ თვეში $500 და ეს გამარტივებული წესი კიდევ უფრო მეტ ბიძგს აძლევს პოტენციურ მომხმარებელს და აჩენს ისეთ მომხმარებელსაც, რომელსაც მაინც და მაინც ბინის ყიდვაზე არ უფიქრია. აქედან გამომდინარე, აგვისტო შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ისეთი დატვირთული პერიოდი იყო გაყიდვების ჭრილში. მათ შორის ამ ტიპის შეთავაზებების გაჩენის. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის, რა ქვია, ბიძგი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ეს სესხებზეც დაწეულია ზღვარი, რომ 10% თუ გაქვს გადახდილი, უკვე შესაძლებელია სესხის, იპოთეკური სესხის გაცემა, მაგრამ ნუ იქ შემოსავლების განხილვა ხდება. მიუხედავად ამისა, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ, რომ ბევრად უფრო გამარტივებული პირობები შესთავაზონ. ერთი რაც ჩვენ არ ვიცით და აი კვლევებზე როცა არის საუბარი, რეალურად როგორი პირობებით ყიდიან დეველოპერები და ასევე კვლევებში ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგალითად იმ გაყიდვებში თუ არის უკან დაბრუნებები უძრავი ქონების. ასევე ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ რისკებს ასეთი ტიპის გაყიდვებს რა ახასიათებს. მაგალითად თუ სიღრმეებში შევალთ განვითარებულ ბაზრებზე ასეთი შეთავაზებები არ არსებობს. განვითარებად ბაზარზე კიდევ უფრო ესეთია, ყიფია ესეთი შეთავაზება, იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს და ეკონომიკურად ცოტა ტყევები გაჩნდეს, პრაქტიკულად მომხმარებელს არ აქვს რაღაც ესეთი განსაკუთრებული ვალდებულება და ბოლოს და ბოლოს ვეღარ გადაიხდის იმ ბინის ფულს. ეს ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს სექტორს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კვლევითი ორგანიზაციები მოგცემენ შესაძლებლობას, რომ დავინახოთ, როგორი მეთოდებით ხდება დღეს ბაზარზე გაყიდვა და უბრალოდ ციფრებს არ შევხედოთ. ციფრები, რომლებიც მუდმივად ჩვენს ყოველთვიურად ჩვენ გადაცემაში ვაშუქებთ ხოლმე, ბოლო პერიოდია საბედნიეროდ უკვე თვითონ კვლევითი ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება რეალობას. თუმცა ეს კვლევითი კომპანიების პრობლემა არ არის და ბრალი არ არის, ეს არის იმის ბრალი, რომ 2 წლის წინ გაყიდული ბინა დღეს დარეგისტრირდა, მე მშენებარე კორპუსებზე ვსაუბრობ და რეალურ სურათს ვერ ვხედავთ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ კეთდება სისტემური დეველოპერების ანალიზი, მაინც არ ვიცით, მაგალითად აგვისტოში რეალურად რამდენი ბინაა გაყიდული და 9.9%-ით ზრდა რო ახსენე, ეს რეალურად ესეა თუ არა, არავინ არ იცის ეს.
რაც იგულისხმება ახლა აგვისტოში გაიყიდა თუ უბრალოდ 2 წლის წინ რომ რაღაცა ობიექტი დასრულდა და დღეს მოხდა სრულად ტრანზაქცია, იმის ასახვა მოხდა, რაზეც ვსაუბრობთ. აი განსაკუთრებით ბათუმზე იყო, ცოტა ხნის წინ მივიღე ესეთი შეკითხვა, რომ რაღაცა ბათუმში გაყიდვები უცებ ძალიან გაიზარდა და რა ხდება ხო არ იცი და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ რაღაცა 200-ზე მეტი ტრანზაქცია დაარეგისტრირა და საბოლოო ჯამში ეს ციფრებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომ უძრავი ქონების სფეროს ცოტა აი გაყიდვების მიღმა რო შევხედოთ, ძალიან ბევრი საკითხების განვითარება ჭირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ეს, რაზეც ვსაუბრობ, რომ ჩვენ რეალურად ამ სფეროს წარმომადგენლებმაც და მომხმარებლებმაც, ინვესტორებმაც ზუსტად დაინახონ ანალიტიკა. აი მაგალითისთვის პირველად ბაზარს რო შევეხოთ, ხო, რომელიც გაიზარდა და სადაც უფრო მარტივია რეალური ციფრების თანახმად, იმიტომ რომ იქ ტრანზაქცია პირდაპირ რეგისტრირდება რეესტრში. თუმცა არ ვიცით მაგალითად ერთი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ხანგრძლივობა რა არის. ასევე არ ვიცით რა იყო საწყისი შეთავაზებული ფასი და რა ფასში დაიხურა ის დილი. ესეთი ინფორმაცია პოტენციური ინვესტორებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გამყიდველებისთვის, ასევე მშენებლებისთვის და დეველოპერებისთვის. და არ გვაძლევს ჩვენ დღევანდელი სურათი იმის საშუალებას, რომ დავინახოთ რეალური მოქმედებები როგორია ბაზარზე. როგორ ფიქრობ, რთულია ამ ყველაფრის მოწოდება და ინფორმაციის ამ ნაწილში დამუშავება კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან თუ უბრალოდ შეიძლება რაღაცა არ იყოს აქტუალური ან მნიშვნელოვანი ან სხვადასხვა მიზეზის გამო არ ხდებოდეს ამ ამბების გარეთ გამოტანა? კვლევითი ორგანიზაციებს არ აქვთ უბრალოდ ეს მონაცემები, ფიზიკურად არ არსებობს ეს მონაცემები, შესაბამისად ვერც დაამუშავებენ, თორე რეალურად ამის დამუშავება არის უმარტივესი. მაგალითად, რო ავიღოთ ამერიკის кейსი, არის MLS-ი ქვია, სადაც ყველა ტრანზაქცია პრაქტიკულად რეგისტრირდება და იქ აი რაზეც ვისაუბრე, ყველაფერი ჩანს. როდის დაიდო, რა ფასად დაიდო, რა იყო პირველი შეთავაზება, ხშირ შემთხვევაში იქ ფასდაკლებით არ ხდება გაყიდვები, პირიქით ოფერები კეთდება და უფრო ძვირადაც იყიდება და რეალურად ხედავს ყველა აი ამ სურათს. არის შემდეგ ძალიან მარტივია ამ კვლევის შედეგად დაინახო რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი, რომელი ნაკლებად მოთხოვნადი. ეს რა თქმა უნდა დეველოპერს დღეს რომ კითხაობაში ვართ, ხო, რომ იმ უბანში უნდა ავაშენო თუ არ ავაშენო, სხვანაირ სურათს გაძლევს და უკვე რაღაც ხელფეხს გიხსნის, რომ თამამინაბიჯები გადადგა. მაგალითად დღეს თბილისში ერთ-ერთი საკმაოდ ესეთი მოთხოვნადი უბანი გახდა სამგორი. თუმცა რეალურად ამ მოთხოვნას განაპირობებს, რომ სამგორში დღეს ყველაზე დაბალი ბიუჯეტია შეთავაზებებში, თუ შეიძლება ესე ითქვას რა. მაგრამ სანამ ძალიან ბევრი მშენებლობა არ დაიწყო, ეს არსად არ ჩანდა რა და დღესაც სამგორის რეალურ ციფრებს ვერ ვხედავთ და დღესაც ახალი დეველოპერი აი ამ პროექტში უნდა შევიდეს თუ არ შევიდეს, რაღაცა მარტო ზედაპირს ხედავთ. გაყიდვების კომპანიების მნიშვნელობა აქ როგორია და აი ამ ნაწილში რა იცვლება და როგორც ვსაუბრობთ, რომ ბევრი პრობლემაა მიღმა გაყიდვებისა და ასე შემდეგ, რა არის აი ამ ნაწილში გასაუმჯობესებელი, რაც რეალურად უფრო სუსტ სურათს მოგცემდა ბაზრის ანალიზის. პირველ რიგში ცოტა შორიდან უნდა დავიწყო, მე ვფიქრობ, რომ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ზუსტად დღეს ვისაც აქვს სურვილი, მას შეუძლია თქვას, რომ ის არის უძრავი ქონების აგენტი ან გაყიდვების კომპანია და ასე შემდეგ. ეხლა პატარა შედარება რომ გავაკეთოთ, რომ ვიღაცამ თქვას, რომ მე რა ვიცი, დღეს ქირურგი გავხდი. და უბრალოდ მიმიშვით, ეხლა ლანცეტი მომეცით და მისი ჩატარებული ოპერაცია ყველა ხდება, ეხლა ჩვენი მაყურებელი რაც მოხდება, ხო? იგივე სურათი გვაქვს ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილში გაჩნდეს გარკვეული რეგულაციები, ეს იქნება ლიცენზირების სახით, თუ საწესდებო კაპიტალის თუ სხვადასხვა სახით იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ რეალურად პროფესიონალები, რომლებიც შემდეგ მართლა იზრუნებენ დეველოპერების თუ პირველადი ბაზრის გაყიდვებზე მართლა იმ საქმეს გააკეთებენ, რაც უძრავი ქონების აგენტმა თუ გაყიდვების კომპანიამ უნდა გააკეთოს, რადგან რეალურად რო დავფიქრდეთ, ეს ბიზნესი ამ სექტორზე დგას რა, ანუ იგივე თუ ავიღებთ ევროპის თუ ამერიკის მაგალითს, იქ არავის არ ყავს შიდა გაყიდვების გუნდი, იქ დეველოპერი აკეთებს თავის საქმეს და საბროკერო კომპანია ან აუთსორსინგ კომპანია იღებს მთლიანად ამ გაყიდვებს და ყიდის. აქ ძალიან მარტივია, ხო, მიზეზი, ანუ პური მეპურემ გამოაცხოს, ანუ ამ ადამიანმა იცის თავის საქმე, უნდა იცოდეს თავის საქმე და შესაბამისად ყველა დეტალი კარგად უნდა გავთვალოთ. ერთი დიდი პრობლემა, რასაც მაგალითად ჩვენ кейსზე ვაწყდებით ხოლმე, არის, როდესაც დეველოპერები ამბობენ, რომ იცი რა, მოდი მე თვითონ გავყიდი. მაგრამ არ არსებობს კონკრეტული გეგმა და მიზანი. არ არსებობს ფინანსების შემოდინების სურათი. შესაბამისად, ეს რას უქმნის პრობლემას, ხო, მომხმარებელს, რომელიც ბინას ელოდება მაგალითად 2 წელში,
მაგრამ იმის გამო რომ დეველოპერმა რაღაცა ვერ გათვალა, ვერ მიიღო შესაბამისი ფინანსები, შეიძლება ეს პროექტი დასრულდეს 3 წელში და 4 წელში. ამიტომ ეხლა ჩვენ დრო არ გვეყოფა იმისთვის, რომ ძალიან სიღრმეებში ჩავიდეთ, მაგრამ რეალურად მიღმა იმ ზრდის, არაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აქეთ არის უამრავი მომიჯნავე რაღაცა კომპონენტი გასავითარებელი, რომ ამ ბაზარმა მიიღოს ის სახე, რაც საჭიროა. ზრდა იყო ფასების კუთხით, როგორი იყო ტენდენციები, ამაზეც მოკლედ ვამბობთ. ფასების კუთხით ზრდა თქვენც ახსენეთ, რომ დაფიქსირდა და ფასების კუთხით ზრდა პრაქტიკულად შეიძლება უხეშად ითქვას, რომ გრძელვადაში მუდმივად დაფიქსირდება. აი რო ავიღოთ მაგალითად თბილისის რაღაცა 20 წლიანი ჭრილი და შევხედოთ დიაგრამას, ფასები მუდმივად მიდის ზევით. თუმცა აქაც ძალიან ბევრი დეტალია, ხო, რომელ უბანში ხდება, როგორ პროდუქტში ხდება ეს ფასების ზრდა, რა განაპირობებს. ეხლა ჩვენი პროექტები რო ავიღოთ, მაგალითად ჩვენ ახლა გვაქვს თბილისში პროექტები, ქუთაისში პრაქტიკულად თვიდან თვემდე ან ორ თვეში ერთხელ პატარა ნაბიჯებით მუდმივად ფასებს ვცვლით და ზევით ვწევთ. რა განაპირობებს ამას? ამას განაპირობებს ჩვენი გაყიდვების ტემპი. ვქმნით მოთხოვნას, შემდეგ ამ პროექტში გვრჩება, რაც უფრო და უფრო ნაკლები გასაყიდი ქონება და შესაბამისად საშუალებელი უფრო გავზარდოთ. სხვა კომპონენტებიც, მაგალითად, რაზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ხო, იქ მიწის ფასი გაიზარდა, ყველაფრის ფასი იზრდება, ამიტომ მოკლევადაშიც და გრძელვადაშიც მე პირადად საერთოდ არ ვხედავ, რომ უძრავი ქონების ფასი შეიძლება შემცირდეს. კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, მაგალითად, თუ დავაკვირდებით ჩვენ შიდა ტურიზმი წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად თანაბრად არის, მაგრამ გაზრდილია და დაუბრუნდით 2019 წლის მონაცემებს შემოსულ ტურისტებთან დაკავშირებით. ტურისტები, რომლებიც დღეს ჩვენთან შემოდიან, ისინი არიან უფრო ბიუჯეტურები. ეს არის აზიის ქვეყნები, ინდოეთი და ასე შემდეგ. ბიუჯეტური სექტორი მიდის უხეშად რო ვთქვათ, Airbnb-ის სეგმენტია. შესაბამისად, ეს მოთხოვნას ზრდის ამ ნაწილში და უძრავი ქონების ფასის ზრდასაც თავისთავად ასტიმულირებს, იმიტომ რომ იზრდება ეს მოთხოვნა. გუგა, ჩვენს მაყურებელს უძრავი ქონების ბაზარზე ხვალიდან მივაწვდით ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ინფორმაციას და ანონსის სახით მინდა გითხრა, რა იქნება წელს მთავარი ფოკუსი უძრავი ქონების ბაზრის კუთხით და როგორი იქნება მოკლედ თემები და სიახლეები, რასაც ჩვენს მაყურებელს შევთავაზ. თემებს რაც შეეხება და სიახლეებს, ალბათ მაინც ჯობია რომ მაყურებლებმა ნახონ თვითონ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს გადაცემაში, გვინდა რომ კიდევ უფრო გავშალოთ სპექტრი, მაგალითად ჩარშან ჩვენ აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს ვაშუქებდით, ძირითადად აჭარის ბაზარს ვაშუქებდით და ბოლოს კიდე სხვა ისინიც ქალაქები თუ ისინიც შემოვიერთეთ და ამ სეზონიდან ფიქრობ, რომ კარგი იქნება კიდევ უფრო გავზარდოთ ეს რეგიონები, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სასაუბრო ყველა კუთხეში, ესე ვთქვათ, მაგალითად ამბროლაურში დაიწყო კორპუსის მშენებლობა და ერთის მხრივ საინტერესოა, მეორე მხრივ ცოტა გულდასაწყვეტი, რომ ამბროლაურში შენდება კორპუსი, მაგრამ გასაშუქებლად საინტერესო იქნება და მომხმარებლისთვის. ძირითადი ფოკუსი ვფიქრობ, რომ აი ამ ნაწილში იქნება და მეორე ალბათ უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ ინდუსტრიას აქვს, რომ ჩვენი როლი, როგორც გადაცემის, კიდევ უფრო გავამყაროთ და ინდუსტრიის განვითარებას შევუწყოთ ხელი. სხვა შემთხვევაში იმ ტემპებს ნამდვილად ვერ მივიღებთ და ვერც იმ პროდუქტს, რაც გვინდა რომ მივიღოთ და საქართველოს როგორც უძრავი ქონების წარმატებული სექტორის მქონე ქვეყანამ რაღაც ადგილი დაიკავოს. გუგა, მადლობა შენი დროისთვის და სტუმრობისთვის საქმიან დილაში. ხვალ ტრადიციულად 5:05 წუთიდან შევხვდებით BMG TV-ს პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ ფრთხილად რა ხდებოდა უძრავი ქონების ბაზარზე იქამდე, სანამ BMG საზაფხულო უქმეებზე იყო გასული. გუგა კოპახიძე პროსპექტის დამფუძნებელი პასუხობდა საქმიან დილის კითხვებს.